მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია გადაცემა პროექტი Veritas. მე მისი წამყვანი ირაკლი ბეფარიშვილი გებრუნდებით ეთერში. და დღეს გთავაზობთ ჩვენს სტუმარს ბაქარ ქავთარაძეს. ბაქარ მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. მაყურებელს მინდა ავუხსნა რომ ბაქარს დღეს ჰქონდა წიგნის პრეზენტაცია. წიგნი ეძღვნება იოანე დამასკელს და ეს ბაქარის კერძო პირადი მონოგრაფია კვლევა და მე დიდ წარმატებას გისურვებ ბაქარ. მადლობა. სამეცნიერო კვლევის გზაზე. ამასაკვლევი კი ბევრი. მოდილად. ჩვენი თემა ზუსტად აი ამას ეხება. ანუ თეოლოგიას, იოანე დამასკელს, შემდეგ კი გარკვეულ რაღაცა პერსპექტივებს თანამედროვეობიდან გამომდინარე, რამდენად აქტუალურია ეს საკითხები. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი დისკუსია ხო ეპიკური იყო, ყველაზე მაგარი. და ესეც არ იქნება გამონაკლისი. ბაქარ, რატომ იოანე დამასკელი მიესალმე მაყურებელს? მადლობა ირაკლი, მივესალმები ვინც შეგხედავს. მიხარია რომ ისევ შენთან ვარ. ჩვენ მე გვომწონს რომ საუბრობთ თავისუფლად, უსმენთ ერთმანეთს, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრები აბსოლუტურად პირიქით ანომალია იქნებოდა არ იყოს ფილოსოფიაში და მეცნიერებაში. ამიტომ მე ვფიქრობ მართლაც კარგი საუბარი გამოგვივა და აი გადმოგცემ გადაცემაში ჩემ წიგნს საჩუქრად, ხელმოწერით და ვისაუბროთ მოკლედ ამ უღრმესი მადლობა მეგობრებო. აუცილებლად შეიძინეთ ახალგაზრდა მეცნიერის და ფილოსოფოსის შესანიშნავი სახელმძღვანელო ნარკვევი და დაეწაფეთ მის ფილოსოფიას. ახლა კი მოგვეცემა საშუალება გავერკვიოთ მის წიაღსვლებში. მოდი მაშინ მოკლე შესავალს გავუკეთებ და მე შენ რომელი დონებიც გინდა და ის განვიხილოთ რომ საინტერესო იყოს. მოკლედ გეტყვი წიგნის ისტორიას. მე პირადად თავიდან უფრო დავინტერესდი დოგმატური თეოლოგიით, რომელშიც ძალიან ცოტა არის რაციონალური ელემენტი. უბრალოდ არის უკვე არსებული რწმენის სისტემური გადმოცემა. მაგრამ შემდეგ მომიწია შეხება შუა საუკუნეებთან, სადაც უკვე რაციონალური გონების როლი უფრო მაღლა ადის, აი მე-15 საუკუნეებში, განსაკუთრებით მაღალ შუა საუკუნეებში, მე-11 და მე-13 საუკუნეებში, აი თომა აკვინელი, ანსელმ კენტერბერიელი უკვე ძალიან დიდ როლს ანიჭებენ გონებას, იცნობენ არაფილოსოფოსებს, ძალიან კარგად იციან ლოგიკა, სილოგისტური და უკვე ესე ვთქვათ, ისინი იწყებენ ისეთ თამაშს, ფიგურალურ გაგებით, რომელიც უკვე ყველას თამაშია, ეს არ არის შიდა რელიგიურ თამაში. აი ესეთი მოაზროვნეებში შედის იოანე დამასკელი, მე ამიტომ დავინტერესდი და ბევრი წლის განმავლობაში, რაც კი ქართულად იყო, რაც კი მე ხელი მიმიწვდებოდა მოვიციე, ჯამში 320-მდე წყარო გამოვიყვანე, მოკლედ ბევრი ვიშრომე, რომ აი 300 გვერდში ძირითადი ჩამეტია. მე ვფიქრობ, ისეთი ფორმატითაა დაწერილი, რომ არარელიგიურ ადამიანთასაც დააინტერესებს. ეს არ არის, რომ მარტო ქრისტიანებს ესეჯერათ თან თვითონ გადმოცემის ფორმაც ისეთი უნდა იყოს, რომ არა ის, რომ აი მაგალითად ჩვენი უფალი უყარვართ, ეს უკვე უცხოა ბევრისთვის. უბრალოდ ოპოზიციულად მაგალითად რომ ქრისტიანებს ესეჯერათ თეზისის დაჯერება ნიშნავს რომ რასაც ეს თეზისი ამბობს მის შინაარსი შეესაბამება რეალობას. ანუ ისეთი ფორმატით გადმოცემა რაც ყველასთვის მეტნაკლებად ახლოსა. ამას ფილოსოფიაში ქვია ეს common sense, ხო? საერთო შეგრძნების სამყარო. ახლა ჩვენ ორივეს გვჭირდა რომ თბილისში ვართ. მაგრამ შეიძლება შენ ამბობდე რომ მულტივერსი უფრო კარგად ხსნის წესრიგს ვიდრე ღმერთი, მაგრამ ორივე მაინც თბილისში ვართ. ანუ ეს არის საერთო. ისე როგორც ხვალასებობს მუსლიმური მათემატიკა და ქრისტიანული. ორჯერ ყველას ცოცხი. ეს თითქოს ხო ბანალურია, მაგრამ ესეთი უნივერსალი ძალიან ბევრია. ჩვენ თუ ამას თავეყნობით, მისგან გამომდინარე დასკვნას ყველასთვის ძალა იქნება. აი დამასკელი ეგეთი მოაზროვნეა, რომ რაზეც კი შეუძლია რა დონეებზეც ქრისტიანობის იღებს უნივერსალურს. არ ამბობს რომ აი ბიბლია ჩემი ავტორიტეტი მხოლოდ, ანუ ლოგიკური არგუმენტების სილოგისტიკა და ასე შემდეგ. მოკლედ ეს მოკლე შესავალი და მე პირიქით მე შენ მინდა ინიციატივა მოგცე რომ შენ რომელ დონეც გაინტერესებს და განვიხილოთ კი ბატონო კრიტიკულად. ახლა იოანე დამასკელი არის ძალიან საინტერესო ფილოსოფოსი, მრავალმხრივი ნიჭის ადამიანი, ალბათ ცხადია რომ ესეთი გონებები უიშვიათესი ფენომენებია, იმიტომ რომ გარდა ფილოსოფიისა ეს გახლავთ. ანუ ჰიმნოგრაფიის ავტორიც, პოლიტიკოსის იყო, ბერიც იყო, ანუ ძალიან საინტერესო მრავალჩრიანი ცხოვრება აქვს გავლილი და უაღრესად საინტერესოა მთელი მისი ინტელექტუალური მემკვიდრეობა. და დაიბადა დამასკოში იქ, სადაც ძალიან მულტიკულტურალური, ასე ვთქვათ, სივრცე იყო.
და ძალიან კარგად იცნობს ისლამს, ძალიან კარგად იცნობს ქრისტიანობას, კერძოდ ბერძნულ ქრისტიანობას. აი, ჩემთვის საინტერესო არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი აი ეს დოგმატიკა ხატის თაყვანისცემასთან დაკავშირებით, ხო? მაყურებელს მინდა ავუხსნა, რომ ლეონ მესამის დროს იყო გამოცემული სპეციალური ედიქტი, სადაც ლეონ მესამე სურდა, რომ შეესუსტებინა ეკლესიის გავლენა და ანუ ხატის თაყვანისცემა, როგორც აი ტრადიცია, აღარ ყოფილიყო მიღებული, თუ არა ეკრძალა, ხო? რასაც დაუპირისპირდა იოანე დამასკელი და ეს დაპირისპირება იყო არა უბრალოდ რაღაცა არ მინდა და არ მსურს და ესე ჯობია, არამედ ფილოსოფიურად დასაბუთებული. აი რას ეფუძნებოდა მისი ფილოსოფიური დასაბუთება ეს ამიხსენე და აქ მე ჩვენც შევალთ უკვე ამ თანამედროვე შრეებით. კარგი, მასე გავუკეთოთ, ამ შემთხვევაში მოდი ესტონია ვიღოთ, ესე იგი როგორც ჩვენ სწორად აღწერე, ეს იყო ხატმებრძოლობის ეპოქა, ხო? მე-19 საუკუნეებში, ესე იგი, რატომ მოხდა ხატმებრძოლობა, მოკლე ისტორიული რაკურსი. ესე იგი, ხატები იყო გაკერპებული, გაღმერთებული, ანუ ამას აღიარებენ ქრისტიანი ისტორიკოსებიც, მაგალითად, ხატის ნათლიად დანიშნა. ანუ უკვე ხატი აღარ იყო საშუალება ღმერთამდე, არამედ უკვე გაპიროვნებული. ეს სოციოლოგიაში შენ მოგეხსენება, როცა ქვა გაღმერთებული ან ფეტიშიზმი, ან ამისკენ მიდიოდა, რაც უკვე სცილდებოდა ორთოდოქსულ ქრისტიანულ გაგებას და ამ დროს, როგორც სწორად ჩართე, გავითვალისწინოთ ისლამი, სადაც ისლამში ღმერთის გამოსახვა აკრძალულია. და ამ ორის ჯამით დამატებული პოლიტიკური მიზეზები უკვე მოგვცა ხატმებრძოლობა. და სხვადასხვა აი მე სკოლიაში მაგ ქრისტიან ისტორიკოს ალისტერ მაკრეცე დაგმოვით, რომ მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებამ განასხვავა თაყვანისცემის ორი გაგება. ერთი არის თაყვანისცემა პირდაპირი გაგებით მიემართება მარტო ღმერთს, მეორე არის პატივისცემა. აი ხატმებრძოლობამდე თაყვანისცემაც იყო ხატზე და არა პატივისცემა. ანუ ის კი არ იყო განხილული როგორც საშუალებად რაღაც სხვა, აი როგორც ალეგორია ერთს რო გეუბნები და მეორეს გულისხმობ, არამედ თვითონ ხატი იყო უკვე გაღმერთებული. აი ამის დასაბუთებას შეეცადა დამასკელი, ანუ როგორ გავიგოთ ხატის სწორად და რა თქმა უნდა მოკლედ ვიტყვი, რომ თავარი მისი არგუმენტი ეფუძნებოდა ღმერთის განკაცებას, რომ ესე იგი ღმერთს რა თქმა უნდა ვერ გამოსახავ, იმიტომ არის უსხეულო, არამატერიალური და უფორმო. ფიზიკურად შეუძლებელია ის გამოსახო. ამაში ეთანხმებიან იუდეველი, ქრისტიანი და მუსლიმი ფილოსოფოსები, რომ ღმერთი არის გამოუსახველი. უბრალოდ შეგიძლია ალეგორიულად გამოსახო, მაგალითად რაღაც ფერში იგულისხმო, რომ ეს გამოხატავს ღმერთის ძლიერებას, მაგრამ პირდაპირ ვერ გამოსახავ. ისე როგორც მაგალითად ვერ გამოსახავ ანგელოს. აი ანგელოზები თუ დაგვირები ხარ და დაგვირებული იქნებ დარწმუნებული ვარ, როცა ახალგაზრდა მამაკაცის სახით არიან გამოსახული. რატო? მაგრამ სინამდვილეში ქერუბიმები რაღაცა მრავალ ვარსკვლავიანი რაღაცა უცნაური არსებებია. როგორც არ უნდა გამოსახონ, თუ ლიტერალურად მიუდგებით, ყველა შეცდომა, მაგრამ უბრალოდ ეს გამოსახავს მის ზემსწრაფველობას, ანუ ისევ ალეგორია. რომ არ ალეგორიულად შეუძლებელია და მაგას ამ სხვადასხვა დამასკელიც რომ მაგალითად ანგელოს თეოლოგიაში თუ გადავალთ ადამიანს რო გამოეცხადოს ადამიანი ვერ აღიქომს ან უნდა გამოეცხადოს გარდასახულად ამიტომა ბიბლიაში რომ ანგელოზი ეცხადება ადამიანს ადამიანის სახითვე უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია დაინახო არამატერიალური ცნობის ხუთი ორგანოთი ამ შემთხვევაში რო დაუბრუნდეთ ხატების როგორ იცავს დამასკელი ხატების გამოყენებულის მართებულობას იცავს ძალიან მარტივად ღმერთის განკაცების მეშვეობით. ანუ თეოლოგიური არგუმენტი ეყრდნობა იმას, რომ რადგან ღმერთი განკაცდა და ეს განკაცება იყო დოკეტიზმის საწინააღმდეგოდ ნამდვილი, ესე იგი ღმერთმა თვითონ გახადა თავისივე თავი, მათ შორის თვალისთვის საწვდომი. და რა თქმა უნდა, ესეც გეცოდინება, ხატებს ის დატვირთვა ჰქონდათ, რომ მოგეხსენებათ ბევრმა არ იცოდა თეოლოგია, მათ შორის წერა-კითხვაც კი და ხატები იყო ძალიან მარტივი საშუალება, მაგალითად მორწმუნე ეკლესიაში შევიდო და დაახლოებით მიხვედრილი იყო რა მოხდა, ხო? ამ ხატებზე რაცაა გამოსახული, ეს იყო ანუ ინფორმაციული დატვირთვის. ანუ ისევ რადგან ღმერთი განკაცდა მისი გამოსახვა ამის შემდეგ შეიძლება დამასკელის ამოწ ძველ აღთქმაში ვერ გამოსახავდე და მოკლედ ესე რა თქმა უნდა ამას ცალკე ტრაქტატი აქვს ხატების დაცვის სასარგებლოდ და ასევე ცოდნის ხაროს მესამე ნაწილში აქვს ეს არგუმენტები და უბრალოდ მოკლედ კიდევ ვიტყვი რომ დამასკელი დაიგმო ადგილობრივ კრებაზე და ანათემას გადაეცა თუმცა მე-7 საეკლესიო კრებამ თვითონ ეს კრება გამოაცხადა ცრუ კრებად და აღადგინა დამასკელის სტატუსი და მას ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს ეკლესიაში ეწოდება მამათა მამა მე-7 კრებაზე.
მაგრამ აქ აი მთელი ეს ლოგიკური კონსტრუქცია არის ცოტა ჩემთვის მაინც უცნაური, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ეს მსჯელობა ავიღოთ როგორც აი ისტორიული მოცემულობა. აი კონდეს მასთან დამოკიდებულება როგორც ისტორიკოს. როგორი იყო აგებული მსჯელობის კონსტრუქცია, ეს ისტორიის ნაწილიც არის. მაგრამ მსჯელობა ისტორიიდან გამოაცალო და გადმოიტანო წმინდა სამსჯელო აპარატში და იქ გავაანალიზოთ. აქ ხო არის მერე უკვე იდენტურობის კანონის დარღვეული. იმიტომ რომ თუკი იმით განსხვავდება იოანე დამასკელი, რომ მას თავის მსჯელობაში შემოაქვს არისტოტელეს ლოგიკა და ძველი ანტიკური, ასე ვთქვათ, ფილოსოფიური ტრადიცია. და იდენტურობის კანონის მიხედვით, თუკი ღმერთი განკაცდა ქრისტე ღმერთია, მაშინ რატომ არის ეს იდენტური ხატი ღმერთის, ასე ვთქვათ, განსხეულებული ფორმა? იმიტომ რომ ეს ორი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მატერიალური მოვლენა, ორი სხვადასხვა მათ შორის გონებრივი და ინტელექტუალური კონსტრუქცია, მათ შორის ტოლობა არ არის. ეს ტოლობა მოტივირებული მსჯელობით მიღებული ტოლობაა და არა ობიექტურად ტოლობაა. რატომ არის მაშინ ეს ტოლობა? მოდი ირაკლი როგორ დავაკვირდეთ, იცი? აი, ჩემი აზრით საინტერესო ნიში, ხაზგასმა იქნება რაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ რო პირდაპირ ხაზზე ვამბობთ, დაუშვათ რომელიმე გაგება თუ ასწორი. ჩემი აზრით ეს მართლაც აუცილებელი აღინიშნოს. ნახე ჩვენ პირდაპირ შევდივართ თეოლოგიურ სისტემაში და რამდენიმე დონის მერე რაღაც თეზის ვიღებთ და ვამბობთ რომ რაციონალურად არასწორია. თვითონ სტრატეგია ესე მიდგომა საკითხის იმ შემთხვევაში თუ მაგალითად მართლაც არასწორია ხატზე წარმოდგენა დამასკელის. მაინც არასწორია ჩვენი. იმიტომ რომ ის ეტაპები საერთოდ გამოვტოვეთ. საერთოდ რას ეფუძნება ქრისტიანული თეოლოგია, ეს არის თუ არა გამართლებული რწმენა, მაგალითად საერთოდ არგუმენტები თუ მოყავს, ისტორიულად რას ეფუძნებოდა, ეს იგივეა აი პირდაპირ რო შევიდეთ ისლამში და ალაჰის რომელიმე ატრიბუტი არასწორი. ჯერ უნდა დავიწყოთ საერთოდ რატო უნდა დავიჯეროთ რომ მუჰამედის გამოცხადება ქონდა. ეს იგივეა ფიზიკაში რო შეხვიდეთ და აი კვანტური თეორიის ბოხემის სკოლის ინტერპრეტაცია არასწორია. როცა გამოვტოვოთ კვანტური თეორია საერთოდ რას ექნება. უბრალოდ ამ შემთხვევაში კი არ გაკრიტიკებ ეს კითხვა რატო დასვით. უბრალოდ ვამბობ რომ ნებისმიერი პასუხი რო იყოს რაციონალური, საფუძვლებს უნდა მიუბრუნდეთ. იმიტომ რომ უამრავს ადამიანს აქ წარმოდგენა, აი პრეზენტაციას იყო ეგ კითხვა რომ ფილოსოფიაში მოყავთ არგუმენტები, მეცნიერებაში არის აბდუქციური მსჯელობები, ჯერ მოყავთ ფაქტები, ან ფაქტების საუკეთესო ამხსნელ თეორიებს შეიმუშავებენ, ან თეორიას, რომელიც ახსნის ფაქტებისგან წარმოშობილ გაუგებრობებს. მაგალითად, ევოლუციის თეორია სიცოცხლის მრავალფეროვნების საუკეთესო ახსნად მიიჩნევა ბიოლოგიაში, დიდაფეთქების თეორია სამყაროს გაციების და გაფართოების. თეოლოგიაში აბა რა გვაქვს? მარტო უბრალოდ ვიღაცებს ჯეროდათ და ჩვენ ვიმეორებთ იგივე ეს. ეს არის თეოლოგია, ამიტომ სეკულარულ სამყაროში ძალიან რთულდება საერთოდ თეოლოგიის დისციპლინად აღქმა. ეს არ არის დისციპლინა, ეს არის გარკვეული კერძო ადამიანების პირადი რწმენა და უბრალოდ ამას ეძახიან კიდე სოფისტურ თეოლოგიას. უბრალოდ ადამიანურ ცოდნას იყენებენ, რომ უფრო ჩახლართონ ეს თეზისები, რომ ადვილად არ გამოჩნდეს, რომ ცდარია. აი ესეთ ხო სწორად მივდივარ, შენც ხო ესეთი სტაბილიზება გრჩება. ამიტომ მე მიუბრუნდი, მე საერთოდ ჩემი პირველად მიმართულება არის ფილოსოფია. მე მიყვარს ფილოსოფია, სადაც არის ავტორიტეტი, გონება, მისი ავტონომიურობა, რაციონალური არგუმენტები. რომ შევისწავლოთ, აი მე პირადად ვთვლი, ჩემი აზრით არ ვარ მიკერძოებული, რომ თუ რელიგიებს ავიღებთ, ყველაზე განვითარებული, ყველაზე ბევრი მაღალი დონის მოაზროვნემ, რომ თავისი მენტალური ენერგია დახარჯა რელიგიის რაციონალიზაციაში, არის ქრისტიანობა. მაგალითად, აი ავიღოთ ნებისმიერ სხვა რელიგია და თუნდაც რაოდენობრივად რო ჩამოვთვალოთ, რამდენი მაღალი დონის მეცნიერი, ფილოსოფოსი, თეოლოგი მიაკუთვნებდა მას თავს და იღწოდა იმისთვის, რომ მისი რაციონალიზაცია მოეხდინა, ქრისტიანობა ყველას აჯობებს. ეს არაფერს არ ამტკიცებს. მე უბრალოდ ფაქტს ვამბობ. ამიტომ რადგან ქრისტიანობა 1800 წელია ყალიბდება და სხვადასხვა საინტერესო რა არის. ქრისტიანობას ვერ გააკვირვებ ფაქტიურად რამე ობჯექშენით. ობჯექშენი ხო კრიტიკა. აი მაგალითად იესო არასდროს არ არსებობდა. ეს უკვე თქვა ბრუნო ბაუერმა. ეს ვიღაცას რო გონია რომ მაგარი ტიპია რომ ახლა მიაგნო. ბიბლიაში წინააღმდეგობები. ეს მეოთხე საუკუნეში უკვე ცნობილი იყო. ერთი 500 არგუმენტი რო ჩამოვთავოთ ქრისტიანობის წინააღმდეგ უკვე ცნობილი იყო. თომა აკვინელი ჩამოთვლის ქრისტიანობის წინააღმდეგ 10000 არგუმენტს და ყველას პასუხობს. მე იმის თქმა მინდა რომ
ქრისტიანობა არის ძალიან სერიოზული რელიგია, მათ შორის რაციონალურ დონეზე. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მისი გაყალბება არის ურთულესი. აი მართლა რომ გააყალბო, რომ ადამიანებს მართლაც, ანუ რასაც ქვია ფალსიფიცირება მოახდინო, რომ თავარი ქრისტიანული თესები უბრალოდ მცდარია, მეგობრებო, რა ვქნათ, გვაწყობს, არ გვაწყობს, მცდარია. მე ვამბობ შეუძლებელია, მაგრამ ძალიან რთულია, ბევრმა ცადა და ისიც კი რომ ქრისტიანობა სერიოზულად დააპრობლემო, დაგჭირდება ათეულობით წლებით კვლევა. იმიტომ რომ მას აქვს სერიოზული საყრდენი და ძალიან სერიოზულ მოაზროვნეებს უმუშავიათ ამაზე. რომ ეს არ არის ჰაერზე მოტანილი. რა თქმა უნდა, სხვა რელიგიებსაც აქვს თავის აპოლოგეტიკის ტრადიცია, მაგრამ ჩემი აზრით ქრისტიანობა ძალიან ძლიერი აქვს. ეს უბრალოდ შესავლისთვის, რომ ჩემი აზრით ქრისტიანობის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან დახვეწილ მე არ ვაქებ, მე ვამბობ შეფასებას ფილოსოფიურს. აი მაგალითად, ქრისტიანობა თავად თეზისი, ქრისტიანობა თლიანად გაყალბდება თუ ღმერთი არ არსებობს. იმიტომ ყველაფერი ამას ეთმობა. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ქრისტიანობა რომ ამბობს რომ ღმერთი არსებობს, ამას რას აყრდნობს? მარტო იმას რომ ბიბლიაში წერია? ისტორიულად რო გადავხედოთ, მინიმუმ 40 არგუმენტია ამის სასარგებლოდ. ისეთი რომ მოდალური ლოგიკის წარმომადგენლები მუშაობენ იპოვონ სადაა შეცდომა. ანუ მე ამას ვამბობ, რომ კამათი ძალიან მაღალ დონეზე მიდის. ქრისტიანობა მცდარია თუ არა. უბრალოდ რა თქმა უნდა, ყველა თავის ლიგაში თამაშობს, რიგით ადამიანების შემთხვევაში ძალიან ბანალური არგუმენტია ქრისტიანობის წინააღმდეგ და ბანალური პასუხივე. არსებობს მაღალი დონის კამათები, მაგალითად ბართ ჰერმანი, ძალიან მაღალი დონის კრიტიკა, ბერდი ძალიან მაღალი დონის პასუხს უბრუნებს. ანუ სხვა ლიგაში თამაშობენ ისინი. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტია თუ არა, შეიძლება კამათი ამაზე ძალიან მაღალ დონეზე. ძალიან მაღალ დონეზე, ეს უბრალოდ ზოგადი შესავალი. ეხლა რაც შეეხება დაუშვათ ხატები თუ არა რაციონალური. უბრალოდ ერთს კიდე დავაზუსტებ, ჩემი აზრით საინტერესო რა არის. მაგალითად, როგორ გაიგება, აი თუ არის საინტერესო თუ სხვაგან მივდივარ შემისწორე რწმენა ქრისტიანობაში, ხო? აი შენც ხო ესე უყურებ, რომ თუ ფილოსოფიაში აქვს არგუმენტები, მეცნიერებაში მტკიცებულებები, ქრისტიანებს უბრალოდ ჯერათ. ჩვენ ესე გვჯერა, ღმერთი სამება, ქრისტე ღმერთია, დამთავრდა გვჯერა არგუმენტები. არის ესე ისტორიულად ან თეოლოგიურად. რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა ქრისტიანობაში არის ბევრი შიდა მიმართულება, მაგალითად ავიღოთ ერთი. არის წიგნი ესეთი ნორმალ გეისლერის, ეს არის 120 წიგნის ავტორი, რამდენიმე წლის უკან გარდაიცვალა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი თეოლოგი, პროტესტანტი. მას აქვს ესეთი წიგნი, თანაავტორია იესოს აპოლოგეტიკა, სადაც იცით რა ასაბუთებს, რომ არათუ რელიგიურ ადამიანებს არ უნდა ჯეროდეთ ბრმად ღმერთის ან ნებისმიერ ქრისტიანული თეზის, არამედ იესოც კი არ მოუწოდებდა ამისკენ და მეტიც ფილოსოფიურ ტერმინოლოგიაში თუ ვერკვევით, იესო არ იყო ფიდეისტი, არამედ ევიდენციალისტი. ანუ იესოც კი არ ეუნებოდა, ხო, მოწაფეებს რომ უბრალოდ დაიჯერეთ ბრმად, მე გამომყევით არა. მოყავდა ნიშნები და ეს ნიშნები მაგალითად არის ბიბლიურ კონტექსტში სასწაულები, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების აღსრულებები და ეუბნებოდა რომ აი რადგან ესია, აი ამიტომ ჩემზე გამოყოლა რაციონალურია. ეს არის ხაზს უსვამ არა ეკლესიის ოფიციალური პოზიცია, ერთ-ერთი ხაზი. ეს უბრალოდ რო ვიცოდეთ რომ ესეთი ინტერპრეტაციაც არის რომ იესოც კი არ იყო ფიდეისტი, ანუ ევიდენციალისტი. აი ყოველდღიურ ცხოვრებაში გადავიტანოთ. დაუშვათ რატომ უნდა ვენდო მე ჩემ მეგობარს, ხო? ანუ მე 100%-იანი ადამიანი რასაც მეუნება, მე ვერაზოს ვერ მეწოდინება გულში რა უდევს. ეს არის სულ დაფარული ჩვენთვის. ანუ ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა გვაქვს სიტყვებით, ერთმანეთს ვაკვირდებით, მაგრამ ეხლა რეალურად მე ვერაზოს ვერ მეწოდინება, რასაც ამბობ, რომ რეალურად იმას ფიქრობ. ეს უნდა გენდო. და ესეთი ტერმინია ნდობა არის დაფუძნებული კარგ მიზეზებზე, ან ეს არის გონივრული ნდობა. თორე 100%-იანი ვერ გვეცოდინება. ანუ იესოს მიდგომაც ერთი ინტერპრეტაციით სწორედ ესეთი იყო. ანუ ის აძლევდა ნიშნებს, რომ დაეჯერებინათ მისი, თუმცა 100%-იანი არ ეცოდინებოდათ, რომ იესო სწორია. და ყველა რწმენა, როგორც მოციქულებმა გააკეთეს, ეხაც არის რისკი. ანუ შენ რო დაიჯერო მაგალითად ქრისტიანობის, შენ რისკავ, იმიტომ რომ შეიძლება შეცდე. მაგრამ რო არ დაიჯერო, იქნებ ისევ რისკავ, იქნებ სწორია. ეს უბრალოდ ესეთი პოზიციაში ვართ ჩვენ ეპისტემურში, რომ ასეთ რთულ საკითხებზე უზუსტეს პასუხები არავინ არ იცის. ხო, მაგრამ აი ჩემი თავდაპირველი კითხვა, რომ ესე იგი ქრისტე თუ კი არის ღმერთი მატერიალური გამოსახვა, ხატი არის აი ამ კავშირის მატერიალური გამოსახვის საშუალება. ეს ლოგიკური კავშირი იდენტობის კანონის მიხედვით რატომ არის მაინც დოლე? მოდი მაშინ იდენტობის კანონი განმარტოთ, ხო? ანუ რაც ლაიბნიცმა თქვა, A და B იგივეობრივია,
თუ A-ს ყველა თვისება, B-ს ყველა თვისება. ესა იგივეობა. ანუ იგივეობა ნიშნავს სრულ იდენტურობას. ან ესე შეგვიძლია ვთქვათ A და B იგივეობრივია, თუ არც ერთი თეზისი ვერ იქნება მცდარი A-ზე და B-ზე სწორი. ანუ ზუსტად ერთი და იგივე რაღაცები მიეყენება. რა თქმა უნდა, მე როგორც ვიცი, ისე რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში ვისაუბრე, ეს ახლა ეს ესეა და ეს ესე არ არის. მე რაც ვიცი, არავის არ უთქვამს ისტორიულად და დღესაც, რომ ქრისტეს მაგალითად ხატი არის ქრისტეს იგივეობრივი. ანუ ზუსტად იგივე. რა თქმა უნდა, ვერ იქნება, იმიტომ რომ იესო ნაზარეველი არა თეოლოგიურადაც იყო ჩვეულებრივი ისტორიული პიროვნება, მაგაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რა მტკიცებულებები არის და აბსოლუტურად არაქრისტიანი აგნოსტიკოსი, სეკულარული ისტორიკოსები ამაზე რამდენს წერენ. ბოლო 200 წელიწადში 1000-ობით გვერდი დაიწერა კრიტიკული ისტორიული მეთოდებით რა ვიცით იესოზე ყოველგვარი თეოლოგიური ნიშნების გარეშე ამიტომ ხო ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით რა არის ხატი მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემი პერსონალური ძალიან დიდი ინტერესის საგანი არ არის იმიტომ რომ ესე ძალიან ღრმა კვლევებში ჩავიდა იმიტომ რომ რადგან მე ფილოსოფია მიყვარს თეოლოგიის იმ დონეებს უფრო მეტად ვიკვლევ რომელიც ფილოსოფიურად კვლევადია არის რაღაცები უბრალოდ ჩერდება და უკვე მართლა თეოლოგია წმინდად როგორც მაგალითად ასკეტიზმი იოანეს სინელის კიბის აღწერას ფილოსოფია ეპისტემოლოგიურად ვერ გამოიკვლევ ძალიან რთულია იმიტომ რომ მეთოდს ვერ მიუყენებ სხვა რაღაცა. აი ხატზე შეგვიძლია ვთქვათ რა, ხო? დანიშნულება ხატის რა არის ისე როგორც თქვით ისტორიულად განათლების გადაცემა იმათვის ვინც წერა კითხვა არ იცოდა ისტორიულად და მეორე შეგვახსენოს, ანუ ეს არის ბიბლიური ისტორიების გაცოცხლება ასე ვიზუალურად. ხო, და რა თქმა უნდა ხატებს აქვს ძალიან ღრმა დატვირთვა მაგალითად აი ქრისტეს რო ადამი ამოყავს და ადამიანს ესი აქვს ხელი, ესე იგი თვითონ არ შეეძლო ამოსვლა, მაგალითად ერთ-ერთი ინტერპრეტაცია. აი ესეთ რაღაცები და ფიქრობ საინტერესოა როგორც ჰერმენევტიკული მონაცემი, ისე ხო თქვი არარელიგიური ადამიანიდან შეიძლება არარელიგიური ადამიანის პოზიციიდან შეიძლება საინტერესო იყოს როგორც ხელოვნება მცოდნეობით პრიზმიდან და არაფერი საზრისი და ღირებულება იქ არ ეძებოს, უბრალოდ საინტერესოა ლამაზი გამოსახვა, ხო რამდენი ხატები ვიცი ძალიან მაღალი დონის ხელოვნების ნიმუშია. ან კუთხით შეხედო, თუ თეოლოგიურად შეხედავთ, ამ პასუხებს გვახედრებენ. ანუ იგივეობრივი არ არის. რა თქმა უნდა, იგივეობრივი არ არის. და მაშინ ამ იგივეობრიობას რატო გვთავაზობს იოანე დამასკელი როგორც მთავარ არგუმენტს, რომ ხატები უნდა იყოს საეკლესიო ასე ვთქვათ ღვთისმსახურებაში. ამ შემთხვევაში ირაკლი დამასკელი კი არ გვეუბნება, რომ იგივეობრივია. უბრალოდ გვეუბნება, რომ არგუმენტს რატომ არის სწორი გამოსახვა და ღვთისმსახურების ანუ ასე ხალხი უფრო გაიგებს. არა, ამ შემთხვევაში პირველი დონე არის საერთოდ გამოსახვა თუა სწორი. იმიტომ რომ იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ არის სწორი. და დამასკელმა მოიყვანა არგუმენტი, რომ მაგალითად მამა ღმერთს ვერ გამოსახავ ეხაც. ისე როგორც სულიწმინდას. აი, იმიტომ არის, რომ ის სამების ხატი, სადაც მამა ღმერთი ეს წვერებიანი კაცი და სულიწმინდა მტრედი არის, რა თქმა უნდა, ალეგორიული. და დღესაც არის კამათი, რომ ან კანონიკურად არ არის სწორი. აი, ესე თუ სიღრმეში შევალ წმინდა თეოლოგიურად. უბრალოდ დამასკელი ამბობს, რომ კონკრეტულად ქრისტეს გამოხატვა წმინდანების და ანგელოზების არის სწორი. იმიტომ რომ კონკრეტულად ქრისტემ, ანუ ამ შემთხვევაში სხვადასხვა შორის აზუსტებს, რომ არასწორია ფრაზა ქრისტე განკაცდა. ანუ ქრისტე ეწოდა ძეღმერთს განკაცების მერე. ამ შემთხვევაში ძეღმერთმა თავის განკაცებით, რადგან მიიღო ადამიანური ბუნება, გახდა ხილული, ხო? ანუ მოციქულები ეხებოდნენ, აი მაგალითად ქრისტეზე შეგეძლო ჩახუტებოდი, ანუ შეეხებოდი. ამ შემთხვევაში ქრისტიანული პოზიციიდან შენ რო ქრისტეს ჩაეხუტებოდი, ღმერთს ჩაეხუტებოდი. იმიტომ რომ იმ სხეულს, ვინც ფლობს ჰიპოსტასურად არის ღმერთი. ეს არის კლასიკური ქრისტიანული სწავლება. აი ეს მტკიცება, რომ ქრისტე ღმერთია და არა მტკიცება, რომ ღმერთი და ქრისტე ორი სხვადასხვა, ანუ ეს სამების ჰიპოსტასის ასე თქვა, მტკიცება, რომ ეს სამი ერთია. ეს ხო გვიან განვითარებული თეორია არის, არა? ვისაუბროთ მაგაზეც. გვიან განვითარებული თეორია, რომელშიც ერთი რომ თავად სახარებაში არ არის მსგავსი, ასე ვთქვათ, მოცემულობა სამების, საერთოდ არ არის. და თან ამავე დროს სახარებაში მოცემული არის პირიქით ისეთი ეპიზოდები, სადაც სხვაობა მიმართვასა მაგალითად ქრისტეს მამის მიმართ და ეს ეპიზოდები არის გულისხმობს უშუალო დიალოგს და არა დიალოგს საკუთარ თავთან, ანუ დიალოგს სხვასთან მიმართებაში, ხო? ლოცვა გეცემანის ბაღში, ანუ სასოწარკვეთილი სიტყვები ჯვარცმის დროს, და ამარიდე სასმისი. და ხო, ლოცვა გეცემანის ბაღში. და სხვა ეპიზოდები კი ის ვინც მამას ჩემთან არის ის არის მამასთან. აი ეს არის ეპიზოდები, ანუ ეგ cherry picking, კარგად ხო ვიცით არა, რასაც ნიშნავს, რომ აი ეს კარგია
ეს კიდე რაღაცა ფილოსოფიური ინტერპრეტაცია, მოტივირებული მშელობა. აი ეს ამას როგორ ასაბუთებს, აი ამას როგორ გვთავაზებს იოანე დამასკელი, თუ ის უბრალოდ უკვე მოცემულს, უკვე აღიარებულ სამების დოგმატურ მტკიცებას გვთავაზობს როგორც აღიარებულს და მოცემულს, იმ სიღრმეში აღარ ჩადის, რომ იქნებეს სამების ასე თქვათ, მტკიცებაც დასასაბუთებელია და მერი არის შემდეგ ეს გასავითარებელი. აი როგორ გვთავაზობთ? ძალიან კარგი კითხვა ირაკლი. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული კონტექსტი, ხო? ანუ კონკრეტულად ყველა ქრისტიან მოაზროვნეს აქვს თავის პირადი ისტორია, როგორ მივიდა ქრისტიანობამდე. დამასკელი იყო თავიდანვე ქრისტიანი. ანუ ის ამ ნაშრომებს რო წერს, წერის დროს კი არ ეძებს ჭეშმარიტებას, მას გონია რომ უკვე აქვს. ამ ეს არის განსხვავება. სხვათა შორის ამას უსვამს ხაზს ბერტრან რასელი თომა აქვინელზე და ამ კრიტერიუმით ამბობს, რომ ის არ იყო დიდი ფილოსოფოსი. იმიტომ რომ განსხვავებით სოკრატესგანო, რომელიც ეძებდა თომა აქვინელს უკვე ნაპოვნი ჰქონდა დაწყებამდე. ეს არ არის თლად ზუსტი ფაქტობრივად, იმიტომ რომ კი თომა აქვინელი თავარი თეზისები ფიქრობდა რომ ნაპოვნი ჰქონდა, იმიტომ რომ დომინიკელთა ორდენში იყო შესული და უკვე ბერი იყო. ეხლა ბერი ხوار დაიწყებს კვლევას რომ მართლა არსებობს ღმერთი, რა თქმა უნდა უკვე არსებობს მისთვის, მაგრამ ქრისტიანს და მათ შორის თომა აქვინელს და დამასკელსაც ჰქონდა თავისუფლება რაღაც დოზით თეოლოგიის შიგნით. ეს დასაბუთებადია, რომ იქ მოეყვანა უკვე თავის არგუმენტები და მე მაგ იქ წარკე თავი, სადაც ჩამოუთვლი 7 ნიშანს, სადაც იოანე დამასკელი არის ორიგინალური მოაზროვნე. და წიგნიცა ესეთ დაწერილი იოანე დამასკელი უფრო მეტი ვიდრე შემდგენელი. ანუ მას უცვლელად არ გაუმეორებია მეორე მე-7 საუკუნის თეოლოგების აზრები. აი მაგალითად, დასვათ საკითხი, როდის შეიქმნენ ანგელოსები? თქვა, გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს ამას, სხვა ამბობს ამას. აი ორი ურთიერთ გამომიცხავია. დამასკელი თუ ბრმად მიყვება, რომეს დაუჯეროს. აირჩი ერთი და მოიყვანა არგუმენტი. ანუ ხედავ, მაინც არის ადამიანური სპეციფიკური ხაზი და რაციონალიზმი. ამას ვერ გააქრო. ეს თეოლოგიაშიც არის. მე ესეთი მაგალითი მომყავს სკოლიოში, ქრისტიან ადამიანთა წინაშე რო დაისმება ესეთი კითხვა: ჰუმანოიდი რობოტის სახში ყოლა თუა ქრისტიანულად გამართლებული. როგორ ნებას უყოს ქრისტიანმა? ეს არ წერია ბიბლიაში, არ წერია კრებებში, წამსი არაფერს არ ამბობს. რაღაც ხო უნდა თქვას. პერსონალური ფილოსოფიური მეთოდი უნდა გამოიყენოს. ანუ იმას ვერ გააქრო. ფიქრი არსებობს თეოლოგიაში. უბრალოდ არის შეზღუდული. ჩარჩოშია, მაგალითად, აპოკატასტასის თეორიას ქრისტიან თეოლოგს აქვს თავისუფლება, ან დაიჯეროს, ან უარყოს და ან ერთი ან მეორე დაასაბუთოს, მაგრამ სამებაზე აღარ აქვს თავისუფლება. თუ თქვა რომ ღმერთს სამება არ არის, გავიდა ქრისტიანობიდან. ანუ უბრალოდ არასწორი შთაბეჭდილება უნდა კონდეს, რომ ქრისტიანები ყველაფრით შემოჭილები არიან. რომ ნებისმიერ საკითხზე წინასწარ აქვს პასუხი. ეგრე არ არის. უამრავი დონეებია თავისუფალი. ეხლა რომ დაუბრუნდეთ შენ მთავარ ხაზს, ხო? დამასკელი თავიდანვე გიპასუხებ მოკლედ პირდაპირ კაფეოთ, რომ არ ჩადის მაგ სიღრმეებში. ეს საკითხები სამება თუ ღმერთი გამოტოვებული აქვს რა გაგებით, იმ გაგებით როგორც ჩვენ დასვი, რომ ანუ ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, როგორც ქრისტიანი. რადგან მას უკვე ჯერა. თუმცა სხვადასხვა ქრისტიანი თეოლოგები სხვადასხვა გრადაციის ნიშნულობას ანიჭებდნენ გონებას. დამასკელი საკმაოდ კარგ ნიშნულობას ანიჭებს, არა იმ დოზით, როგორც მაგალითად ანსელმი ან აქვინელი, მაგრამ ნახე როგორ აგებს ის ირაკლი თეოლოგიურ სისტემას. ესეც ახლა როგორ რაღაცა იცი, ეს პირდაპირ კი არ ჩანს. აი დამასკელს რო წაიკითხა, უბრალოდ შეგვიძლია აბდუქციურ ვარაუდი გამოთქვა. ანუ ჩვენ როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. დამასკელი უკვე ქრისტიანია, უკვე ჯერა და იწყებს ნაშრომის წერას, ხო? ანუ პირადად მისთვის რაც დაწერა, არც ერთი არ არის ეჭვიშქვეშ, მაგრამ ან ხომ იცის რომ ამას აიკითხავენ არა ქრისტიანებს. ამიტომ სადაც კი შეუძლია მოყავს არგუმენტი. აი მაგალითად, მას როგორც ქრისტიანს ჯერა რომ ღმერთი ერთია. რადგან ბიბლიაში წერია, მაგრამ ამას ხო არ იკითხვის მარტო. ანუ ქრისტიანებისთვის განმარტავს ბიბლიის ამ ადგილებს, აი ქრისტიანობა რო იცოდეთ, ბიბლია ამბობს ამას. ეს არის სწორი განმარტება. და მე ამბობს, ვისაც წმინდა წერილის არ ჯერა, ესე განბჭობთ. ანუ აი მაგალითად შენ თუ არ ჯერა წმინდა წერილის, დამასკელი მოგიყვანს უკვე ფილოსოფიურ არგუმენტს. შეიძლება მეც არ დაიჯერო, მაგრამ მინიმუმ განხილვის ღირსი ხوار შენთვის. ანუ ამ დოზით გადის დამასკელი უკვე საერთაშორისო რაციონალური თამაშის არენაზე. მაგრამ სამებაზე არ გადის. და ისე როგორც ქრისტეზე. ეს უკვე მოგვიანო პერიოდია, ეს არის დაახლოებით ბოლო 50 წლის ქრისტიანული აპოლოგეტიკა, შეგვიძლია ვთქვათ 100 წლის, როცა უკვე ქრისტიან თეოლოგებმა იციან ესეთი კრიტიკები, საერთოდ რო სამება, ან მაგალითად თუნდაც ქრისტე არ არსებობდა საერთოდ. აი მოდი ესე ვთქვათ, ჯერ კრიტიკა თუ არ გამოჩნდა არენაზე, ქრისტიანები ხო ვერ უპასუხებენ. ხანდახან რა თქმა უნდა ქრისტიანები თავისვე რწმენას ტესტავენ ხოლმე და მე თვითონვე პასუხებენ. ანუ თვითონვე იგონებენ არგუმენტებს თავის წინააღმდეგ. მაგრამ მაგალითად სანამ
ფრანსუა ვოლნეი 1791 წელს პირველად იტყოდა, რომ იესო არ არსებობდა, მანამდე ჩვენ ვერ ვიპოვებთ არგუმენტს ისტორიულს რომ არსებობდა. იმიტომ არავის არ შეუდანია ეჭვი. ანუ ხომ მივხვდით, მასეთი კრიტიკა ეს უფრო არის მოგვიანო კრიტიკა და რა თქმა უნდა დამასკელი ვერ უპასუხებდა. ეს შეგვიძლია ვთქვათ. ხო, მაგრამ აი ჩვენ რომ გამოვყოთ ახლა დამასკელის ავტორის მიღრმა. გამომდინარე ამ ფაქტიდან, რომ თუ დამასკელი ფრეიმით ხელმძღვანელობს. ეს ფრეიმი არის ის ფუნდამენტი, რომ აუცილებლად თავის ფილოსოფიურ მსჯელობაში ფუნდამენტი უნდა იყოს ის, რომ სამება by default ყველანაირად. ეს არის ჭეშმარიტი და აპრიორი და ამაზე უნდა აიგოს. მაგრამ ეხლა უკვე თანამედროვე მოაზროვნე აიღო დამასკელი როგორც ფილოსოფოსი, როგორც ავტორი, რომელიცაც ახლა მნიშვნელოვანია ეს აპრიორი არ არსებობს, ან არსებობს. ანუ კიდევ უფრო ღრმად უნდა ჩავიდეს. აი მაშინ აი აქ ამ შემთხვევაში თუ კი აპრიორი რომელიც მისთვის უპირობო ჭეშმარიტებაა, ჩემთვის რბილი, სუსტი წერტილია, რამდენად მნიშვნელოვანია შემდეგ განვითარებული მისი მსჯელობა. იმიტომ რომ აი იგივე სამების თავარ არგუმენტებში, იგივე იმ ეპიზოდებში, რომელიც ჩვენ წაღან მოვიყვანეთ, ჩვენ მანამდე დისკუსიაშიც მოვიყვანეთ ეს ეპიზოდები, ჯვარცმას ეკამოთქმული, ასე თქვათ, სასოწარკვეთილი სიტყვა, შენი არაჩვეულებრივი ინტერპრეტაცია, რომ იქაც იმ მომენტში ადამიანურობა გამოავლინა. და ეს იყო ერთ-ერთი, ასე თქვათ, თეოლოგიის ინტერპრეტაცია და რა ეკლესიური დაუშვათ პოზიცია, ხო? ხო ის აუცილებლად ნახეთ კომენტარებში. არა, ბაქარ. იმ დროს ფსალმუს იმეორებდა. იმიტომ რომ ფსალმუსში ესე წერია. აი ყოველთვის შეიძლება კოკას რაღაცა მოაპა, ხო? ეს ხო ანუ თელს აი ნარატივის სტრუქტურას არღვევს, იმ თავგანწირვას არღვევს. როცა ესეთ სტრუქტურას ესე მახინჯად შემოაბამ, რომ იქ ფსალმუს კითხულობდა, მაშინ ეს დრამას არღვევს. დაიკარგა ის დრამას არღვევს, იმიტომ რომ ადამიანი თუ კი ამ დროს არ განიცდი და კიდე ფსალმუს კითხულობს და აი დაემთხვეს მთავარია წინასწარმეტყველებას, მაშინ დრამა ირღვევა, მაშინ ადამიანი არ არის ის. ის ტკივილს არ აგრძნობს მაშინ. კი ბატონო. ხო და ეს მომენტები თუ გამოტოვებული გაქვს მსჯელობაში და ამ მომენტების გამოტოვების შემდეგ აგებული გაქვს მთელი სტრუქტურა მსჯელობის. აი ახლა ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია და სანდო ავტორია იოანე დამასკელი. კარგი კითხვა. ბევრი დონეზე შეგვიძლია ირაკლი განვიხილოთ. პირველ რიგში მოდი აღნიშნავ რა, იცი რომ რიგით მორწმუნეები ვერ ანსხვავებენ ქრისტიანული თეოლოგიის იმ დონეებს, რომელიც მართლა უცვლელია თვითონ ქრისტიანული თვითაქმიდან და თავისუფლების არეალებს. მაგალითად, ეს ჩესტერტონის განმარტება არანაირი პრობლემა არ არის. დოგმატური ნაწილისთვისაც კი ეს ორი რამე უთავსდება. უბრალოდ ეს არის არავის არ ეწყინოს ძალიან დაბალი დონის თეოლოგიური ხედვა, ნებისმიერ განსხვავებული აზრი უკვე არის ერესი. ეს არის ნონსენსი, იმიტომ რომ აი დამასკელი ავიღოთ. დამასკელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არის ნომერ პირველი ავტორიტეტი. მაშინ მე ამ ადამიანებს უსვამ კითხვას, არისტოტელეს არგუმენტი რატომ მოყავს? არისტოტელემ რა იცოდა ღვთაებრივ გამოცხადება? ესენი თურმე ღვთაებრივ გამოცხადების მიღმაც მიაგნო ბევრმა ჭეშმარიტებას, ხო? ეს უმარტივესი არგუმენტი. თომა აქვინელი დათვლილია ავგუსტინეზე, მეჯერ ახსენებს არისტოტელეს. და ეს ახლა ყველა მიცის, კლიმენტ ალექსანდრელი სოკრატეს, პლატონს და არისტოტელეს უწოდებდა ქრისტემდელ ქრისტიანებს. ამიტომ ესე ჩაკეტვა რელიგიური სექტასავით, რომ ცოტა განსხვავებული აზრით რომ ვერ აღწევს, იმიტომ რომ უკვე ერესაც შემოდის. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დაბალი დონე და ეს არის გადასალახი. ეს პირველი დონე უბრალოდ. მეორე დონე შეგვიძლია ვთქვათ რა. რა თქმა უნდა, ნახე როგორ არის, აი მაგალითად შენ, აი დაუშვათ გაინტერესებს ქრისტიანობა. როგორ შეიძლება უბრალოდ ნახე მიზანი რა არის? უბრალოდ ქრისტიანობა შენ დაინახო როგორ არსებობს ავთენტური ფორმით. ეს რა თქმა უნდა შენ ისედაც იცი, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ბოლო არჩევანი ნებისმიერი მაღალი დონის თეოლოგიური სისტემის გადმოსახედიდან ყოველთვის არის ადამიანზე. ანუ ეს არ არის მათემატიკა, სადაც შენ 2 × 4 იტყვი თუ არ არჩევანი არ გაქვს, 2 × 2 = 4. ესე არ არის თეოლოგიაში და ღმერთთან მიმართებაში, რომ ეხლა მე შენ დაგიმტკიცებ და გინდა არ გინდა გააწყობს არ გააწყობს, იძულებული ხარ დაიჯერო. ეგეთი რამე თეოლოგიური გადმოსახედიდან თვითონ ღმერთმა არ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო. სხვადასხვის ერთ-ერთი არგუმენტი ღმერთს არსებობის წინააღმდეგ ესე ქვია, არგუმენტი ღმერთის დაფარულობიდან.
და ეს არგუმენტი ამბობს, რომ ღმერთი რო არსებობდეს, უფრო მეტად ცხადი იქნებოდა მისი არსებობა და რადგან არ არის, ამიტომ ნაკლებ სავარაუდო არსებობდეს. ჰიუგოსენ ვიქტორელი ესე პასუხობს, რომ ღმერთმა როგორ კონდიციაში შექმნა ჩვენ ეპისტემურად, რომ ერთი მხრივ უზუსტესად არ ვიცით რომ არსებობს, მაგრამ ისეც არ გააკეთა, რომ 100%-იანი ვიცით, რომ ანუ რაციონალიზმი 100%-იანი ათეიზმისკენ არ მიგვიწვის. ანუ თითქოს შუაში ვართ. და თავისუფლება, ჩვენ რაც არ უნდა რაციონალისტები გავხდეთ, მე და შენ და მთელი ცხოვრება ლოგიკა ვამუშაო და ჩვენი ტვინი ძალიან განვევითაროთ, ჩვენ ვერ აზროს, ვერც მე და ვერც შენ 100%-იანი ვერ გვეცოდება ღმერთი არსებობს თუ არა. ბოლოს მაინც იქნება ჩვენი გადაწყვეტილება პიროვნული. მე ავირჩევ თეიზმს, შეიძლება შენ აირჩიო ათეიზმი, ამ პირიქით. ანუ ეს უბრალოდ ვიცოდეთ, რომ შეუძლებელია მე შენ დაგადეტერმინინო ლოგიკით რომ რაღაც დაგაჯერო. უბრალოდ ქრისტიანობა ამ შემთხვევაში ჩვენ გვეუბნება რომ ეს მეგობრებო არ არის ბრმაცმენა. აი არგუმენტები. კი ბატონო, გააკრიტიკეთ, რაზეა საუბარი, 1800 წელია კრიტიკდება, მაგით ვერ გავაკვირვებთ. უბრალოდ რო გეგონოთ რომ ჩვენ ესე არ გვჯერათ, თვალებ დახუჭული რომ ბიბლია სწორია. არის სერიოზული ძალიან ბევრი არგუმენტები და ჩვენ გვჯერა რომ ეს სწორია. ეს უბრალოდ ერთდროულად ერთსაც ვიტყვით და შე როგორც გააგრძელებ იმას გავყვეთ. აი როგორ ვითარდება ორ ადამიანს შორის საუბარი, მაგალითად ქრისტიანული თეოლოგიის კონტექსტში, რომ საერთო ნიადაგი გამოუცემოთ. ეხლა მე პირდაპირ სამება რაღაცა ეს არის შემდგომი ეტაპები. აი მაგალითად როგორ? რას ვაგერებთ ჩვენ ორივე? აი მაგალითად ამ წამს. მაგალითად ხო ვაგერებთ ლოგიკის კანონებს. მაგალითად რაც ვთქვით, იგივების კანონი, წინამდებობის შეუძლებლობის კანონი. ხო ვაგერებთ რომ სამყარო არსებობს ჩვენი გონებისგან დამოუკიდებლად. ის არის მოწესრიგებული, არის ლოგიკის კანონები, ბუნების კანონები, ეს აღმოჩენადია. აი მეცნიერებას ხო ვენდობით, რომ დიდი ეფექტება სწორია, ევოლუციის თეორია საუკეთესო ახსნა. აი ამდენ რაღაცა გვაქვს საერთო. აი ქრისტიანული აპოლოგეტიკის თანამედროვე ვერსიები ეყრდნობა მარტო ამ საერთოს. აი რასაც შენ უკვე აღიარებ. აი შე რო თქვი რომ აპრიორი იმათ რაც აქვს მე არ მაქვს. მაგალითად ბიბლია. მაგალითად აი დამასკეს რაც მოაქვს. კოსმოლოგიური, ტელეოლოგიური არგუმენტები მაგალითად ეფუძნება იმას, რასაც შენ აღიარებ. მაგრამ შენ გაუკრიტიკებ დასკვნას. მაგრამ რისგანაც იწყებს არგუმენტი ათვლას, იმას შენც აღიარებ. აი ესე შეგეკამათებოდა ან გაგესაუბრებოდა პროფესიონალი ქრისტიანი აპოლოგეტიკი, შენ ჯერ პირდაპირ დაგიწყებდა არგუმენტებს, გეტყოდა აი ირაკლი, ამ წამს შენ რას აღიარებ? იმიტომ შენ შეიძლება საერთოდ სოლიფსისტი იყო და თქვა რომ მარტო მე ვარსებობა და ყველაფერი მეჩვენება. იქ უკვე რაღაც არგუმენტები იქ ვეღარ იმუშავებს. რაღაც არგუმენტები იქაც იმუშავებს. ამიტომ ჯერ უნდა ვიპოვოთ ჩვენ რა გვაქვს საერთო და მე იმ საერთოდან მე ვარაუდებს გავაკეთებ, აი თუ გამომყვები იმ ხაზში. რა თქმა უნდა დამასკელი ამას ვერ შვება, იმიტომ რომ მერვე საუკუნეა. ამიტომ მაინც დასაფასებელია რომ უცვლელად გაიმეორა აზრები. რაც კი იმ მომენტში შეეძლო და სხვადასხვა რაც ჩვენ გადმოცემით ვიცით ბიოგრაფიიდან, მას ძალიან კარგად ქონდა შესწავლილი რიტორიკა, იმდროინდელი ნატურფილოსოფია, აი კოზმა მაიუმელი იყო მისი მასწავლებელი იტალიელი ბერი და აი მეც მაგ შედარება როგორ მერვე საუკუნისთვის მართლაც უჩვეულოდ გვაოცებს მისი ცოდნით, რაც კი იმ დროს შეიძლება ქონოდა კოსმოსზე როგორ იცის პლანეტების მოძრაობა, ჩამოთვლილება, ქარის ბერვას რა იწვევს, ხო ჯერ მეცნიერება საერთოდ წარმოშობილი არ არის. მაღალი შუა საუკუნეები არც დაწყებული არის ნატურფილოსოფია, ანუ მეცნიერება პრიმიტიული ფორმით და მათ შორის ჯელობს რატო გვავიწყდება მახსოვრობა, ტვინის აღწერილობაც კი და ისიც კი იცოდა რომ ცნობები ნერვებითაა დაკავშირებული ტვინთან. ანუ ძალიან სერიოზული რაციონალისტი იყო იმის შეზღუდვით რომ რელიგიური მოაზროვნეა და იმ შეზღუდვით რომ მერვე საუკუნეა. ამიტომ მე დავაფასე ეს მოაზროვნე, მე პირადად ბევრი რამე ვისწავლე, მისგან და ჩემი აზრით ძალიან ბევრი ისეთ თეზისი აქვს მას რომ საერთოდ რელიგია რომ მოვაცილოთ, მაინც ძალიან საინტერესო დასკვნები გამომდინარეობს. აი მაგალითად ერთს და ამით დავასრულებ, მე დაგელოდები შენ რა ხაზით წახვალ. აი გავანებოთ საერთოდ ღმერთს თავი. შეიძლება თუ არა არსება მიცოდეს ისეთი რამე, რაც არასდროს არ მოხდება. ხო უცნაური კითხვა, აი ამას სვამს, პასუხობს, აი აქედან მოდალური ლოგიკის წარმომადგენლებმა და სხვებმა რეალობის პარადოქსულობა შეიძლება მიაგნონ. აი მე ესეც უყურებ ხოლმე, რომ ის კი მანდამაინც ქრისტიანული თეზისები სწორია თუ არა. ჩვენ შეგვიძლია იქიდან გამოვიტანოთ თეზისი და უფრო ძალიან დიდ რაღაცებზეც კი გავიდეთ, რაციონალური გადმოსახედიდან. ამიტომ მე ესე ვიწროთ არ უყურებ, რომ მაგალითად ქრისტიანობა თუ არ გონია სწორი, მაშინ დამასკელი უინტერესოა. ეს არის ბანალური დილემა. აი მოდი აქ დავამთავრებ თუ არ გამგზელდეს. როგორ იყო იოანე დამასკელის დამოკიდებულება ისლამის მიმართ? იმიტომ რომ ორივე რელიგიას არნორმალურად და მშვენივრად იცნობდა და ქონდა ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება, განსაკუთრებით ისლამის კრიტიკა, სწორედ ის ხატმებრძოლეობის კონტექსტში, რომ თქვენ თაყვანისცემთ რაღაც ობიექტს და მათ შორის ჯვარს და მისი ძალიან კრიტიკული შენიშვნა ანუ მექაში არსებულ ქვასთან დაკავშირებით. აი როგორ იყო მისი კრიტიკა? აი მთავარი ეს მოდი ასე რომ ვთქვათ
რელიგიური და ფილოსოფიური მიკერძოება იყო მისი მხრიდან თუ ღრმად არგუმენტირებული დებატები. მე ვფიქრობ, რომ ორივე. ანუ ხო თქვით, აი ეს უბრალოდ ლაიტმოტივად გავგზავნდეს, რომ დამასკელი არ ეძებს არის თუ არა ქრისტიანობა ჭეშმარიტება. ანუ ხო თქვით, მას უკვე ჯერა პიროვნულად მას. რა თქმა უნდა, ყველა ქრისტიანის შემთხვევა ესეთი არ არის. მაგალითად, კლაივ ლუისი იყო ათეისტი, რაღაც მიზეზების გამო გახდა ათეისტი. ბართერმანი იყო ქრისტიანი, რაღაც მიზეზებით გახდა აგნოსტიკოსი. ანუ ხდება გადასვლა, გადმოსვლა. ეს არ არის, რომ ადამიანი იბადება, რომ ღმერთი არ არსებობს, ან არსებობს. ყველა გავდივართ რაღაც გზას, რაღაც სასრულ რაოდენობის მონაცემები გვაქვს. არის პიროვნული მომენტები, ვიღაცამ გვაწყენინა, რაღაცა განვაზოგადეთ. საერთოდ ნახე, ბოლო დასკვნას რომ ვაკეთებთ, ჩვენ ღმერთი არსებობს თუ არა? რამდენი რაღაცის კომბინაციით მივედით იცი აქამდე ჩვენც კი არ ვიცით ყველა ცვლადი. აი მაგალითად ეხა მე რატომ ჯერა ღმერთს არსებობის 100%-იან მეც ვერ აგიხსენ და ამაში არაფერი პარადოქსული არ არის. ეს იცის ყველა ვინც ცოტა მაინც იცის ნეირომეცნიერება და ეპისტემოლოგია. ჩვენი ვერწმენები რატო გვაქვს ისიც კი არ ვიცით ზუსტად. არათუ მიკერძოებული ვართ უბრალოდ. ეს უბრალოდ აი მოდი ისლამს რო სხვა თემაზე არ გადავიდე. ესე იგი, ზოგადად დამასკელი მიიჩნევა პირველ ავტორად, რომელმაც ისლამი გააკრიტიკა. და სხვადასხვა იმდენად საინტერესო წყაროა მისი წიგნი, სადაც ისლამს აკრიტიკებს, რომ ისლამს როცა თუნდაც სოციოლოგიურ და ისტორიულ პერსპექტივიდან იკვლევენ, არის ერთ-ერთი წყარო, ანუ უადრესი წყარო, რაც ისლამზე საერთოდ ლაპარაკობს. რომ მოვაცილო თუნდაც კრიტიკა, იმიტომ რომ სანამ გააკრიტიკებ, ჯერ ხომ აღწერო. ანუ ისტორიკოსებისთვისაც საინტერესოა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დამასკელის აპოლოგეტიკა იყო ესეთი ფორმატის, რომ მას უკვე ჯეროდა ქრისტიანობის, ამ გაგებით შეგვიძლია ჩვენ დავარქვათ მიკერძოება, მაგრამ არ თქვა რომ რადგან მე ქრისტიანი ვარ და ამიტომ ისლამი ცდება. რა თქმა უნდა, მოიყვანა არგუმენტები, რაც კი შეეძლო. და რა თქმა უნდა, საინტერესო ის არის, რომ ის ისლამს როგორც დღეს განვიხილავთ, ჩვენ არ განიხილავდა ქრისტიანობის მიღმა ერთ-ერთ მონოთეისტურ აბრაამისტურ რელიგიად. ის მას უწოდებდა მუჰამედის მწვალებლობას და მიაჩნდა, რომ ის არის ერთ-ერთი შიდა ქრისტიანული ერესი. აი ეს არის ძალიან საინტერესო. და უბრალოდ ცოტას ვიტყვი და გააგზელე შენ და მე გავუყვეთ ასე თემას, რო არ დამავიწყდეს ამას ვიტყვი საინტერესოა, რომ აი თეოლოგია გამოვაკლოთ მიკერძოება, არის სერიოზული არგუმენტები, რომ მუჰამედს ჰქონდა შეხება ისტორიულად, როგორც იუდაურ, ასევე არაორთოდოქსულ ქრისტიანულ დაჯგუფებებთან. თავის ცხოვრებაში კონტაქტი. ნუ ძირითადად კვლევარები თახვდებიან, რომ მან სავარაუდო წერა-კითხვა არ იცოდა, ამიტომ წმინდად ადამიანურ დონეზე ვარაუდი არის, რომ მისი ეს ქადაგება ჯერ ყურანი მას ვარ დაუწერია, ქადაგება არის სწორედ ამ იუდაური და სხვადასხვა არაორთოდოქსული ჯგუფების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიქსი. ამიტომა მაგალითად ბიბლია თუ ქრონოლოგიურია, ყურანი არის სურების სიდიდის მიხედვით. ანუ ეს არ მოყვება რომ ჯერ ეს იყო, შემდეგ ეს. ანუ არეულია. ხანდახან შეიძლება ეს უფრო ადრე იყო, მაგრამ მერე ეთქვას ყურანმა. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ვარაუდი, რომ მუჰამედმა უბრალოდ უკვე არსებული სწავლების ცოტაახლებული მიქსი შემოგთავაზა. თორე რეალურად რა თქვა მუჰამედმა ახალი, ერთი ღმერთის მენა უკვე იყო იუდაიზმში, ქრისტე რო არ არის ღმერთი, ეს იმდენი ერეტიკული შეხედულებები იყო პირველ 6 საუკუნეში, აი ერთი 30 ვერსია იყო ამისგან განსხვავებული. არიანელობა, ნესტორიანელობა, ევტიქიანელობა, დოკეტიზმი და ბევრი გავს, აი მაგალითად, რომ ქრისტე რეალურად ჯვარზე არ მომკვდარა და ვიღაც სხვა იყო, ეს იყო დოკეტიზმში უკვე მეორე საუკუნეში. ამიტომ ძალიან ბევრი მსგავსებები ამ კუთხით შეგვიძლია შევხედოთ და ერთსაც ვიტყვი, ამით დავამთავრებ. საინტერესო ის არის, რომ იოანე დამასკელიც შედის იმ ტრადიციაში, რასაც ქვია მუთაქალიმები. მუთაქალიმები იყვნენ ქალამის პრაქტიკაში გამხორციელებლები. ქალამი არის არაბული სიტყვა, ნიშნავს სიტყვის წარმოთქმას. ეს იყო როგორ შეგვიძლია აღვქვათ, იცი, არაბი სქოლასტიკოსები, რომლებიც ცდილობდნენ ყურანის დებულებების და ადამიანური სიბრძნის შეთავსებას. და აი დამასკელი, ანუ ეს არ იყო მარტო შეზღუდული მუსლიმებით, იყვნენ არაბული კულტურა და შედიოდა დამასკელიც. და აი ამ კუთხითაც კავშირდება ისლამთან და ერთ თეზის დავამატებ, რომ საინტერესო ის არის, რომ პირველი ფილოსოფოსი, აი ამას უკავშირებ, არ გეგონოს რომ სხვა თემაზე გადავდივარ, ვინც თქვა, რომ სამყარო არასდროს არ არსებობდა და მოიყვანა არგუმენტი, იყო იოანე ფილოპონოსი, შემდეგ დომინირებდნენ მუსლიმი ფილოსოფოსები ალქინდი და ალგაზალი და არ ახსენებენ დამასკელს, არადა დამასკელს აქვს ეს. ანუ კვლევარებსაც გამორჩათ, მაგრამ აქ ბუნდოვნად პირდაპირ ესე არ ამბობს. აი ალგაზალი და ბონავენტურა უფრო მკაფიოდ ამბობენ. აი ამ კაგებითაც არაბულ კულტურასთან იოანე დამასკელი ძალიან ახლოს მიდის, აი ამ ქალამის არგუმენტში მათ მისდევს. და რა თქმა უნდა ის ანუ ეს რა თქმა უნდა არც არ გასაკვირი, ისლამს ყველაფერში ვერც უარყოფს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საერთოა, ეს არის მონოთეისტური რელიგიები. უბრალოდ რა თქმა უნდა აქცენტი აქვს ქრისტეზე, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი არ არის,
ეს არის მთავარი ქრისტიანობისთვის. ეს თუ არ არის, всё დამთავრდა. და იუდაიზმი ამბობს, რომ არ არის, ისლამი ამბობს, რომ არ არის. ქრისტიანობა ყოველთვის იცავდა ამ თეზისს, რომ იესო არავით არის ალეგორია, ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით ღმერთი. ეს თუ არ ვყავით, უბრალოდ ქრისტიანობა არ დაგვრჩება, ანუ რამე კი არ დაშავდება. უბრალოდ ეს არის დედუქციური დასკვნა. ხო, ანუ ეს არის ფუნდამენტი, by default არის და ამის შემდეგ გამოდის უკვე სხვა მსჯელობები, ხო? ეს იოანე დამასკელის შემთხვევაში. ქართულ ღვთისმეტყველებაში იოანე დამასკელი ძალიან მნიშვნელოვანი ავტორი იყო და მთელი ჩვენი ოქროს ხანის ფილოსოფოსთა სკოლამ სადა მისი ფილოსოფიური მემკვიდრეობის გადათარგმნა იოანე მცირე, იოანე პეტრიცი, ეს დიდი ადამიანები, რომელმაც დაგვიტოვეს თავისი ფილოსოფიური მემკვიდრეობა, მათაც სადეს, მაგრამ აი ამ გამოკვლევაში ეს იყო მხოლოდ თარგმნა თუ მათი ორიგინალური ინტერპრეტაციას და ეს ინტერპრეტაცია იყო კიდე ღრმად წასული იყო დებატები თუ თანხმობა. ნუ მაინც ეს ირაკლი არის შიდა რელიგიური ტრადიცია და არ უნდა გქონდეს მოლოდინი ძალიან რაციონალიზმის და ასე ვთქვათ ორიგინალურობის ამ გაგებით რომ აი იოანე დამასკელი ესე გავიგოთ ესე წასულიყო კამათი. ნუ მოკლედ ვთქვათ რომ ესე იგი ეფრემ მცირემ და არსენ იყალთოელმა თარგმნეს მე-11 საუკუნეში. ნუ კვლევები აჩვენებს რომ იოანე პეტრიცმა იცოდა ვინც ნუ კლასიკური ხედვით დავით აღმაშენებელმა მოიწვია გელათს აკადემიაში, ხო მანამდე მანგანის აკადემიაში სწავლობდა თვითონ პეტრიცი და ეს არის ნუ საქართველოში ყველაზე დიდი ფილოსოფოსი, ხო ნეოპლატონიკოსი, რომელმაც თარგმნა ეს პროკლე დიადოხოსის კავშირი ღვთისმეტყველებითნი და მისი კომენტარი ორიგინალზე სამჯერ დიდია. და სხვათა შორის თვითონ საქართველოს ევროპელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ვინც ძალიან ფართო განათლება აქვს, სწორედ იოანე პეტრიცით იციან. რომ საქართველოს არ არსებობს. არ უნდა არ გვეგონოს ჩვენი ქვეყანა კი ჩვენ გვიყვარს, მაგრამ რომ ესე ყველა მიცის საქართველოს. ინტელექტუალური ხაზი, სადაც კი ჩვენ ცოტა გამოვანათებთ, ერთ-ერთი არის იოანე პეტრიცი. და არის სერიოზული კვლევები აჩვენებს, რომ იოანე პეტრიცმა იცოდა ცოდნის წყაროს მესამე ნაწილი, ეს მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა და იოანე დამასკელი ძალიან პოპულარული იყო და ძალიან გავლენიანი შუა საუკუნეებში, იმოწმებს თომა აქვინელი, მათ შორის უილიამ ოკამი და მარკოს ეფესელი და ძალიან ბევრი მოკლედ აი მე-10 საუკუნიდან ხდება ბიზანტიელი თეოლოგებისთვის როგორც წინამძღოლი. აი როგორც მაგალითად შუა საუკუნეებში აი კარგი ფიგურალური შედარება მოაქვს იოანე ხესენს, რომ აი თეოლოგები რო დაიწყებდნენ კვლევას, აი ფიგურალურად რო წარმოვიდგინოთ, რომ ოკეანეს შევდივართ და არ ვიცით საით წავიდეთ. აი ავგუსტინე იყო მეზღვაური, ანუ ის წაგვიძღვებოდა, რომ აი მეგობრებო, აქით წადით. აი ამ გაგებით დამასკელიც არა ავგუსტინე მაინც გენიოსი იყო, უფრო დიდი გავლენა ჰქონდა. დამასკელიც აი მერვე მე-14 საუკუნეებში ძალიან დიდი პოპულარობით და თეოლოგიური ავტორიტეტით სარგებლობდა. მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოში. და რა თქმა უნდა თანამედროვე ქართულ ენაზე ნათარგმნია ცოდნის წყაროს მესამე ნაწილი, თუმცა ცალკე წიგნი არ გვაქვს. აი მე მაგითო დავწერე, რომ ერთი წიგნი მქონდეს. დამასკელზე ერთად შეჯამებული ყველაზე ძირითადი თეზისები. გარდა ხატმობრძოლეობის წინააღმდეგ თავის ფილოსოფიური არგუმენტის დადასტურებისა, იოანე დამასკელის ორიგინალური მსჯელობა, აი ამ დებატების მიღრმა რა არის? აი კარგი კითხვა, მოდი ძალიან თეორიული მე ვიცი ხა ავტორია ჩვენ ხო ყავს სხვადასხვანაირი შეიძლება რელიგიური ადამიანები გვიყურებდნენ, არარელიგიური. ამიტომ მოდი ახლა ორ თემას ავიღებ, რომელიც ჩემი აზრით ყველასთვის საინტერესოა. არ არის აუცილებელი იყო რელიგიური. შევეხოთ დამასკელის ორ არგუმენტს ღმერთის არსებობის სასარგებლოდ. არის კოსმოლოგიური და ტელეოლოგიური და მოდი განვიხილოთ და შენ თუ გინდა გააკრიტიკე, მოდი ვნახოთ თუ გაუძლებს კრიტიკას. მოდი გავუკეთებ შესავალს. ესე იგი კოსმოლოგიური არგუმენტი არის ერთ-ერთი უძველესი არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ. კლასიკური აზრის მიხედვით ყველაზე პირველი ქონდა პლატონს კანონების მე-10 წიგნში. შემდეგ ქონდა არისტოტელეს ფიზიკა, მეტაფიზიკა, ქონდა პლოტინეს, პროკლეს და თითქმის ყველა შუა საუკუნეების მოაზროვნეს. მოდი აქ მოვჩეთ ისტორიული განხილვა, რომ არ გამიგზელდეს. ძალიან ბევრი ვარიაცია აქვს 10-მდე, მაგრამ ესე შეგვიძლია კატეგორიზება დავყოთ, არის ჰორიზონტალური კოსმოლოგიური არგუმენტი და ვერტიკალური. ჰორიზონტალური წარმოგვიჩენს მიზეზობრივ რიგს, რომელიც მიდის დროში უკან. მაგალითად, სოკრატე წარმოშვა მისმა მშობლებმა, ის მისმა მშობლებმა. ეხლა ნახე როგორი რიგია სოკრატე ხო წარმოშვა მისმა მშობლებმა. სოკრატე არსებობას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, რომ მშობლებს გავაუქმებთ. საერთოდ აღარ არსებობდნენ. და თან სოკრატე და მათი მშობლები არ არის აუცილებელი ერთად არსებობდნენ. ეხლა ვერტიკალური როგორია? ეს ჭიქა დევს ამ მაგიდაზე. მაგიდა ეყრდნობა იატაკს, იატაკი დედამიწას, დედამიწა გრავიტაციას. მაგალითად, მაგიდას თუ გამოვაცლით, ეს ჭიქა ხარისში ვერ გაჩერდება. ანუ შედეგი ეყრდნობა მიზეზს აქ და ახლა. და ერთად არსებობენ.
აი დამასკელი წარმოგვიდგენს ჰორიზონტალურს, ანუ დროში მიდის უკან. და მე ვაკრიტიკებ მის არგუმენტს იმ კუთხით, რომ კოსმოლოგიური არგუმენტი რომ წარმატებით განხორციელდეს, უნდა გქონდეს სპეციფიკური მიზეზობრივი რიგი, უნდა დასაბუთდეს, რომ ის თავდება პირველ მიზეზით და უნდა დასაბუთდეს, რომ ეს პირველ მიზეზი ისეთი ფორმატით არსებობს, რომ ღირსია ეწოდოს ღმერთი. ანუ შეიძლება არათეისტმა თქვას, რომ კი პირველ მიზეზი არსებობს, მაგრამ ის არ არის ღმერთი, მაგალითად, მულტივერსია, ბუნების კანონები, ანუ არის სხვა ალტერნატივები. აი დამასკელი ლაპარაკობს ცვლილებიდან მივიდეს შეუცვლელ და შეუქმნელ შემოქმედამდე. მისი არგუმენტი ჩემი აზრით იდეაში საინტერესოა, თუმცა რადგან მერვე საუკუნეა ფართოდ ვერ განავითარა. აი უფრო ქონდა ძლიერად თომა აქვინელს. და ტელეოლოგიური არგუმენტი ძალიან საინტერესოა, აი ამაზე მაინტერესებს შენი აზრი, რაც ფიქრობ, აი რაც დამასკელის მოსაზრება უფრო რელევანტურია ჩვენი დროისთვის. ჩვენ ხშირად გამათობთ წესრიგის ბოლო მიზეზი რა არის? მოკლედ ეს არის ძალიან ძველი კითხვა, ისტორიკოსებს ჰქონდათ მითოლოგიურ ტექსტებშიც კი ფიქსირდება. აი მაგალითად მოდი დავიწყოთ ესე რომ შენ თუ აღიარებ ამ თეზისს რომ შენ რომ ნახო რაიმე საგანი, რაშიც შენივე გადმოცემიდან არის წესრიგი. თუ უფრო სავარაუდოდ თვლი რომ ის ვიღაც გონიერმა დაამზადა, ვიდრე არაგონიერი მიზეზების კომბინაციის შედეგი იყო. მოდი ჯერ ამაზე მითხარი და მე გადავალ შემდეგს. ხო, ეს რთული კითხვაა. რთული კითხვა, რატომ? ადამიანის ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, გონებისთვის კომფორტულია პასუხი წესრიგს ჰქონდეს კონკრეტული მიზეზი, ჩანაფიქრი, არსებობდეს мотивация წესრიგში. მაგრამ გონების აი მოტივირებული გონების მიღმა კი შეიძლება წესრიგს არავითარი წესრიგი არ იყოს. ის წესრიგიც არ იყოს. ანუ წესრიგს შინაარსი აქვს მარტო იმიტომ რომ მოტივირებული გონება, ანუ ხედავს მასში წესრიგს. აი ეს მაგიდა რომელიც რაღაცნაირად ჩვენ მოვაწესრიგეთ იმისას რომ დისკუსია გქონდეს, სულ მატრიალებული იყოს, ხომ? ადამიანური, სოციალური, კულტურული შეფასების გარეშე აბსოლუტურად არ იქნება უწესრიგო. უწესრიგოა ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენს პრაქტიკულ გამოცდილებაში და ალბათ დისკუსიის გამართვის კულტურაში ვიცით მოწესრიგებული სტუდია როგორია, მაგრამ ადამიანური ფაქტორის გარეშე ატრიალებული მაგიდა და ჩამონტრეული ყველაფერი იგივენაირი წესრიგია. საინტერესო დაკვირვება. აი მოდი ჩემი აზრით საინტერესო რაღაცაზე გავამახვილებ ყურადღებას. ნახე რა არის ყველა ამოვდივართ სასრული რაოდენობის გამოცდილებით, ხო? ანუ მოდი მოვიყვანოთ ის მაგალითი რაც მოყავდა უილიამ პელის. ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში აი ეხა მაგალითად ჩვენ რო კამათობთ სიტყვაზე, ჩვენ უკვე мотивация გვაქვს, რომ მაგალითად მე გავიმარჯვო კამათში, ხო, ამაში ყველაფერი ცუდი არ არის, შენ დამამარცხო არგუმენტირებულად. პატივისცემას ვინ არჩუნებთ, ეს არაფერი შუაში არ არის, მაგრამ მოდი გონების არენაზე ვინ აჯობებს, თუნდაც კამათის სკილები. ეს არის ჩვეულებრივი მომენტი 2600 წელი ასე ადამიანები გამოთობენ, ხო? მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხანდახან ხო დავივიწყებთ ჩვენ რწმენებს და მათ შორის რა გვაწყობს სწორი იყოს. აი მაგითო გეუბნები, აი მაგალითად ეხა ჩვენ ამ სტუდიიდან რო გავიდეთ. აი დროებით შენ ხო მოადუნებ გონებას თეიზმი არის თუ არა სწორი და სხვა რამეს გაკეთებ აქცეთს. აი უცებ რო ქუჩაში საათი შეგხვდეს პირველი აზრი ხო არის რომ მე საათემ დააზადა. ანუ პირველ დროით წინ არ გაუსწრებს ის აზრი რომ გრავიტაციის კანონმა და ქარის დაბერმა მააწყო. ეს შეიძლება ძალიან ლამაზად სოფისტურად მოიფიქრო რომ აჯობო მე საათს იდეას, მაგრამ პირველი იდეა მაინც გონება მოგდის. აი ეს ქონდა პლატონს და არისტოტელესაც კი მათი აზრით საერთოდ ღმერთის იდეა გაჩნდა აქედან. ანუ ეს მაგიტო ამბობ ძალიან ბევრისთვის საერთო იდეაა. რომ ადამიანები კოსმოსს რო დააგვიდნენ, საერთოდ აზრი რომ შეიძლება ამის უკან ვიღაც დგას, წესრიგიდან გამომდინარე გამოიყვანეს. ეს არის შანსი რომ სწორად გამოიყვანეს. მე ვამბობ საერთოდ როგორ წარმოიშვა ღმერთის რწმენა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზულად დასაბუთებული აზრი. აი ეს არის წესრიგიდან გამო. ეხლა მეორე რა არის? უფრო სიღრმისეულ ფილოსოფიურად, აი მაგალითად ჩვენ შეგვიძლია დავიჭიროთ შეცდომებში მეცნიერები. აი მაგალითად როგორ? მეცნიერები ამბობენ არასწორი ფრაზა. ნახე, მეცნიერთა ნაწილი ამბობს, რომ მთლიანად კოსმოსში წესრიგი და მოდი ის მეცნიერები ავიღოთ, რომლებიც ამბობენ, რომ წესრიგია, ობიექტურად, ანუ ჩვენ კი არ შევიტანეთ. ამბობენ, რომ ობიექტურად არსებული წესრიგი კოსმოსში ჩამოყალიბდა დაუგეგმავად. არავის არ დაუგეგმია.
მაგრამ ეხლა საინტერესო რა არის? ორი ძალიან მარტივი მაგალითი. მე რო ესე მეცნიერები მოვიწვიო სახში, სადაც მექნება პატარა ობიექტი, რომელიც აღწერს როგორ მოძრაობენ პლანეტები მზის გარშემო, ეს მეცნიერებს იტყვიან ბაქარ ალამაზია ვინ ააწყო? აი რატო არ მომე რა მიზეზებმა ააწყო? აი ხარ მიკერძოება. კოსმოს გაადიდებ თავისით აიწყო, დააპატარო ვიღაცამ ააწყო. ესე იგი ზომაშია საქმე? არ მგონია ესე იყოს და მეორე და დავამთავრე. როგორ ეძებენ უცხო ცივილიზაციებს ფიზიკოსები? ანუ აღზრდიან მესიჯს და ამბობენ თუ იქიდან მესიჯი დაბრუნდა რომელშიც წესრიგია. დაგვიდი ზადა ოსმანოვმაც ეს თქვა, როცა შენ ხავდა. თუ წესრიგია, ნახე, ჩვენ იმას კი არ მოვიაზრებთ, რომ გრავიტაციის კანონი და რაღაც ელექტრონებით, არა, ვიღაცამ დაგეგმა. უბრალოდ ღმერთმა კი არა, უცხო პლანეტელებმა. ანუ თუ პრინციპი ესეთია, რომ წესრიგს უკან გონება დგას, სულ ესე არის. და თუ არა არასდროს და ესენი მიკერძოებულად ამბობენ უცხო პლანეტელებს შემთხვევაში ესეა და მთლიან კოსმოსი არა. აი ეს არის შეცდომა. აი ეს არის ლოგიკური ჩავარდნა. ხო. ძალიან საინტერესოა ამ თემებზე საუბარი ბაქარ. ჩვენ კიდე გვექნება ამ თემაზე დისკუსია, შეიძლება რაღაცა დებატების ფორმატიც მოვიფიქრო შენთან და მე დიდი იმედი მაქვს, რომ კიდე გვექნება ჩვენ. აუცილებლად ირაკლი, დიდი მადლობა. ეთერის გაზიარების საშუალება. მეგობრებო, ეს გახდათ ბაქარ ქავთარაძე, მე ირაკლი მაფარიშვილი. გქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია ივანე დამასკელის შესახებ. ყველას მოვიწოდებთ, რომ ხარი დაუჭიროთ ახალგაზრდა მეცნიერს და შეიძინათ ეს სახელმძღვანელო, ეს ალბათ პირველია და არც უკანასკნელი, ალბათ მრავალი კიდევ და რა თუ არა მხარდაჭერა კვლევას დააფრთიანებს. მადლობა ირაკლი. მადლობა მეგობრებო, ნახვამდის.